მოკლედ დაიწყო იოანეს და ზურაბას მოგზაურობა და თავიდან სიმართლე ითქვას, ბევრი ვერაფერი მოიკალმასეს და ვერც იშოვეს და მე იოანემ თქვა, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ რუისშიო, მროველი აუცილებლად რამეს შემოგწირავსო და დილა გადავიდა, შუადღე მოვიდა და უნდა ესადილოთ და სადვისადილოთ და გზად იყვნენ და მივიდნენ საღოლაშენში პირდაპირ, რა ქვია, ამირეჯიბთან მივიდეთო, მინიბაში ამირეჯიბი იყო 1000-ის თავი, რა ქვია. თვითონ მასპინძელი არ დაუხვდათ, თუმცა იქა მამულში კარგად მიიღეს და სასტუმრო სახლებშიც მოათავსეს. ეს სახლები იყო თავლის გვერდით. ამ მინიბაშის ცდაში გამოვიდნენ და თავის თვალერება დაიწყეს. ახლა რა უნდა დაათვალე, რომ კაი მამულში თუ არა თავლა ხო და გადასარევ საუცხო თავლა იყო, ცხენები კარგი მოვლილი, გაპრიალებული. თითო ცხენს ორი კაცი ული და ქვეშ უწმენდნენ, მოკლედ ყველაფერი ტივამშრალი გადასარევი. იოანეს ძალიან მოეწონა, აი როგორ უნდა მოვლაო, როგორ უნდა მამულშიო საქმის კეთება ისა. გამოვიდა და ხედავს ორი ტურტულიანი ბიჭი დგას, რა ქვია, ამოთხრილი თამაშობენ ამ ტალახში და კიდევ ვინიც ის რაში ხედავ. არა ცხენიაო კაცო, მსახურისთვის ვერ მოულიაო, ცხენებს ასეულისო და მსახურისთვის ვერ მოულიაო. ეს კი დაიჩილა, ახლა მსახურს კარგად რო უნდა ეცვას და მოვლილი იყოს, ეს რაღაცა ბატონის იმაზეც ღირსებაზეც მეტყველებს არა, ხო და ამასობაში მოვიდა თვითონ ამირეჯიბი, ხო და კარგად და კეთილად მიესალმა, მიიღო, უთხრა ვისადილოთ რაღაცა, საიდან მოდიხართ, ვინ ახართ, რა საკეთებდელი ამბავი. მოკლედ კარგად მიიღო, როგორც იღებდნენ ხოლმე საქართველოში, რა ქვია. გზიდან მოსულ კაცს. იოანემ ხა ტავლა შეუქვა, ვაო. რა კარგად მოგივლიათ ამ ცხენებისთვის, რა ქვია ესე, მაგრამ ეს რა არის ეს ყმაწვილებია, რომ დააგიდიანო ახო ტურტულიანები, როგორ შეიძლება. ეგენი ჩემი შვილები არიანო, მაგრამ თქვა ამირეჯიბი, რა ქვია. ამაზე სულ გაგიჟდა. კი, მაგრამ უკაცო ცხენებს ესეულიო და შვილებიო, რა ქვია, ჭუჭყიანიო აცვიათო ისა. იცი რა, ორ ამას გეტყვიო ამირეჯიბმა უთხრა. თუ კაი ცხენი არ გეყოლაო და მოვლილიო სიკვდილს მოგარჩომენო რა მტრებიო რა ქვია. თუ არა და შენ მოკლავ და მოერევ, ამიტომ ცხენი ძალიან გვჭირდებაო. მეც რაო ესე თავისუფლად გავიზარდეო და რაო კაცი ვერ გამოვედიო მინიბაში ვარ თუ რაღაცა. საერთოდ კიდე მინდა გითხრა რომ მინდა ორო ეს ბავშვებიო კარგად გავზარდო, მაგრამ არაფერს არ მიჯერებენ, აი ესე დახტიანო იმები თუ ველოდებიო ჯერო რა. მე ცხენსაც ვასწავლი, ხმალსაც ვასწავლი და ყველაფერსაც ვასწავლი. ამან თქვა აცი განათლება და ცოდნა მიეციო რა, რატო უნდა იყოს ასე ბავშვი. ამ ყმაწვილებმაც ამოიღეს ხმა და ეგ არაფერს არ გვასწავლის, მამა ჩვენთვის ვერ იცლისო, აკვია საქვეყნო საქმეშია, იმაშია, ამაშია. ახლა ამან სულ არ იცოდა ეს იოანე ვინ იყო, რა ქვია, ამირეჯიბი, მაგრამ ნასწავლი კაცი ჭანხარო უთხრა, საიდანაც ხარო. ახლა იოანე ისედაც ნასწავლია ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამე იცის, ბევრიც არ იცის. მოდი ამ ჩემშვილებს რამე გაკვეთილი ჩაუტარეო, ან მიმასწავლე, რა ვასწავლო, როგორ ვასწავლო. ახლა ხო იოანე დაუზარელი კაცია და ენციკლოპედიისკენ მიდრეკილი კაცია და დაჯდა იქა პირდაპირ ამ საღოლაშენში და 75 პუნქტად ჩამოწერა ზნეობა, როგორი უნდა იყოს ადამიანი. რა ქვია, აი ესო წაუკითხო და დაასწავლე კარგად ამ. ამა რა თქმა უნდა, დრო დაიჭირა ახლა, ეს არის უზარმაზარი, ყოველ მხრივ და სავსე რა ქვია, ეს არის ნაწერი რა. უკეთეს კაცი ვერაფერს წაიკითხავს, თუ რამეს იქიდან აასრულებს ამ მოეწადინება ხო. ძალიან გაეხარდა ამ ამირეჯიბს, შენ კარგი კაცი შენ ხარო. დაასხდნენ სადილად ხო და ამირეჯიბმა თვითონ პატივცემის ნიშნად რა ქვია ქართში როგორც იციან, თვითონ დაიწყო სუფრაჯობა, ანუ საჭმლის განაწილება ეს ძველი წესია რა ქვია ხო და ჯერ თავისთვის დაისხა, ესეც ასევე თურმე აქაური წესი ყოფილა, წვნიანი იყო როგორც ჩანს და მე ამათ დაუსხა, მაგრამ თავისთვისო იმდენი დაისხა, რა ცოტაღა შეხვდათო რა ქვია, მოზომილი იყო, არ იყო ისევ რა ქვია. ჩამოდგიეს საჭმელი და მასაკენი ხო. ახლა ზურაბა ამას მოითმენდა და ბატონო რაღაც ანაწილებდიო. ბარემო პირდაპირ შენთვის დაგედი გაესაო და გეჭამა და მოგეთავებიო ჩვენ მშვიდობები დავრჩითო. ამაზე ამირეჯიბმა უთხრა არ გაგიგიაო შენო ჯერ თავო და თავო. არაო, დიდ ცოდვაში ხარ შენაო ნაყროვანებისო. აქვე ზურაბამ უთხრა და იოანეც აყვარა თქმა უნდა ამას და აუხსნა რა არის ნაყროვანების ცოდვა და ყველაფერი და კაცმა რომ თავი უნდა შეიკავოს და ამასა. კაცო ვერავშვებიო, შევჭამო, მალე მშვიდებაო რა ქვია. აღარ ვიცი რა ვქნაო. იოანემ უთხრა რომ მაგასო ქვიაო ჩვენში უნგლის კუჭიო რომ სწრაფათი ეგო დიდი ხეირია კაცისო საერთოდ ჯანმრთელი კაცი ყოფილიყარ რა ქვია. მაგრამ ეს გაითვალისწინეო რომ მაინც თავი უნდა შეიკავო. საჭმელი ზუსტად იმდენია საჭირო რომ კაცო შიმშილი დარ მოკვდესო რა ქვია.
როგორც ყოველ საათში ბოსტანს ვერ მორწყო, ის არ შეიძლება ეს ჭამაცო, რა ვქნა. ძალიან დამეგობრდნენ, ეს გამოდგა კარგი და ესეთი რა ვქნა ინტერესიანი კაცი და ბევრი შეკითხვით ხო და უთხრა რომ მე ეხა მინბაშად ვარო, ჩემი მამაპაპაც მინბაშად ყოფილა, მაგრამ უწინო სხვა თანამდებობა გჭერიათ თქვენ ამირ ეჯიბებს ესე მითხრესო და სულ მეუნებიან ეჯიბო და რა არისო ეს ეჯიბიო, რა ვქნა რომ მითხარიო. ეჯიბიო როგორ არის შემოთქო თქვენ იყავითო დიდი თანამდებობის ხალხი. ეჯიბი არის და აუხსნაც არის ეჯიბი. ძველი თანამდებობა ეს არის ადამიანი რომელიც მეფეს მოახსენებს. აი შენ მეფესთან მოხვედი საქმეზე, მაგრამ ეჯიბის გარეშე ვერ შეხვალ. იმან უნდა მოახსენოს და შეიძლება შენი ამბავის გადასცეს. შენ არ მიგიღონ და ეჯიბთან მეტაური კი ცხადია არის ამირ ეჯიბი ვიცით ჩვენ ეს აღმოსავლური ეს რა ქვია აქედან მოდისო თქვენი გვარიცო. ისე ფალავანდიშვილები ხართო ამან თქვა. საერთოდ უკაც ეს ეჯიბიო რატო არიციო შენო? აიო მაგალითად ჩვენთან ეგრეაო კახეთშიო რომ ქორწილი რო არისო მეფე არის და ყავსო თავის ეჯიბიო სიძესო რა ქვია. აი ჩვენ ხა მეჯვარეს ვეთყვით, მაშინ ყოფილა ეჯიბობა რა ქვია და სიძეს პირდაპირ არავინ არ მიმართავსო ჩვენთან ქორწილშიო რა ქვია. ეძახიან რომ შენ მეფეს გაუმარჯოს ეჯიბო და 3 დღეს ესე იგი სანამ სიძეს მეფეს ეძახიან 3 დღე ყველა კითხვაზე პასუხს ეჯიბი ცემს. აი ეს მოდის სწორედ ამ სამეფო ტრადიციიდან თუნა. არ ვიცი ამ ეჯიბმა უთხრა. მე ეგეთი ქორწილი არ ამქონია, ეჯიბი არ ამყოლია რა. აი ტკბილად გამოშორდნენ ამ კაცს და გამოისტუმრა სიკეთით და იმით არც გამოტანებით არაფერი გამოუტანებია და ამათაც არ უთხოვიათ დიდათ, იმიტომ რომ მიდიოდნენ რუისში და იმედი ჰქონდათ რომ როველი დაასაჩუქრებს. ორიოდე დღის წინ ნიკოლაუს ციციშვილმა რომ 5 კოდი პური აჩუქა იონეს, ეს იყო პირველი ასე ვთქვა დიდი შემონაწილი ქვათახევის აღდგენილ მონასტრისთვის. მაშინ იონეს ეს ძღვენი ამ სახელის და გაქანების კაცისგან ეცოტავა და იმან რო უთხრა გაჩუქეო, დადუმდა, მადლობა არ უთხრა. რაღაცა ცოტა უხერხული სცენა იყო და ზურაბამ უთხრა მდივანბეგს რომ ნადირ შახიც ყოფილიყავო ესე უთხრა რა ქვია და იმან კიო ნადირ შახი რო ყოფილიყავ ხო ოქროთი აგავსებდით ეხა მარტო 5 კოდი პური მაქვს თქვენთვისო ხო ამაზე რა ივანე ვერ მოითმინა და უკადაგა მოკლეთ რომ პატიოსანი კაცის მცირედი ჯობია ცოდვილის ოქროს ეს იწოდებოდა წამოვიდნენ იქიდან ზურაბამ გააფრთხილა შენმა ქადაგება შეეცვიო რაც მეც იქ ქადაგებ მით ნაკლებს მოგცემენ მაგრამ ეხა უკვე მოსულები იყვენ რუისში მდიდარ სოფელში სადაც იჯდა მროველი ეპისკოპოსი მიტროპოლიტი და ივანეს იმედი ჰქონდა რომ აქ მეც მიიღებდა მართლაც მროველმა ისინი კარგად მიიღო ივანემ როგორც არის ხელზე ემთხვია და მროველმა და საიდან ახლა ვინახარო ეს ანაფორიანი კაცი რო გამომეცხადეოდა ქვათახევიდან და იცოდა ქვათახევის აღდგენის ამბავი და უთხრა მოგივლია მთელი ქოცის ქვეშეთიო ამ სიჩორიდან წამოსულხარ არა მაგრამ ახლა აქ ვარ და საშოვარზე ვარო ივანემ უთხრა კი მარაო ამ როველს გაუკვირდა ეგო ხო თარხანიშვილების მიწებიაო და თარხანად ვერ მოგიარეს ამ სიჩორის რო ფქვილზე არიაროთო აქი ზურაბა ჩაერთო და ჩვეულებრივი ქართული ეს რა ქვია უხერხულობაც წარმოაშინა ცხოვრების ეურნო თარხანიშვილებმა იქით არ წაიღონო თორე აქეთ რისი მომცემები არიანო და ამაზე მროველმა მეც მაგ დღეში ვარ შენ შემოგევლე რა ყველგან ერთი მდგომარეობაა და მოუყარო მამაცაანთო არც რამეს ეწევიან ეკლესიასო ითვლებიანო ჩვენი აზნაურები არიანო და ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვთ რა მამაცაშვილებზე ლაპარაკი რომელიც ერთ-ერთი მამაცაშვილი ყოფილიყო თან მოურავად რა მაგრამ საეკლესიო აზნაურები არიან და იქ ევალებათ რა თქმა უნდა ამას თელი კანონები და ეს აქ რა თავისი ხო და წყევლი მაინც საშველი არ არისო რა წყევლავ რას უშველს ეგეთ დროს უნდა დალაპარაკება და საქმის გარკვევაო ივანე უთხრა ეს ახლა მაინც ახალგაზრდა კაცია და გაზაგვირია როგორ ცხელგულიანი კაცია მაგრამ მაინც მოლაპარაკებას თავაზობს ხო და არ ვიციო ბოლო 5-6 მროველი ყველა მაგათ წყევლისო ეს საქმე გაურკვეველია მთელი საუკუნეო ხო და ჩვენ თუ მაგათ დაელაპარაკები და რამეს გაარკვევ ჩვენ შორის მართალს და მტყუანსო მროველმა უთხრა მეო მოგცემ ერთ ურემ ქვილსო ეგ არ გვიჭირს აქ ხო იციან
სურაბა უთხრა შენ არ გისმენე ამხელა მიტროპოლიტი კაცი ხარ ყმები არიან შენი და რა ქვია მრევლიო და ამ ქიზი ხალხაც როგორ მოусმენენ ხო ეს არის და დაგვიკარგია ერთი ურემი ფქვილიო რაც დასანანად დავსდო იმ ღამეს მოასვენეს ავახშმეს რაღაცა და დილით გამოვიდა ტაძარში ივანი და არ მოეწონა მოულელი იყო ხო და არეგებაო სამეტროპოლიტო ტაძარია მდიდარი სოფელიაო და ასეთი ერზე რატო უნდა იყოს რა ქვია თვითონ მროველი ხელმოკლეთ არის როგორც უნდა ფქვილი კი აქვს მაგრამ აი მოსავლელი არ აქვს რა ქვია სახსარი და ფული ხო იქ ერთი კაცი იდგა წარმოსადეგები რა კაცი და ვინ ახარო შინო მამაცაშვილი ვარო მე არ აქვს ცხენიაო რომ რა ქვია მეტროპოლიტთან ასეთი მაშინ ხარო რა ქვია გაურკვევლობაშიო და არც არაფერს ეხმარებიო, არც არაფერს უხდიო, მაგათი აზნაური ხარო, მოურავი ხარ, გაბარია ეს სოფელიო, ასეთი იმან ხაზო, მე ვერ გავარგო, мама პაპიდან ესე მოდისო რა ქვია, ჩვენო ვერაფერი მაგათთან ვერ გავარგვიეთო რა ქვია. თუ მოგვეხმარებიო ხაო ჩვენ გიჟები ჩვენც არა ვართ, არავის არ უნდა ეს დავა და ჩხუბიო. მაშინ ივანე მოიფიქრა ეგეთი რაღაცა, თქვენო რამე ძველი გუჯარები გაქვთო სახშიო მამაცაშვილოს. კიო ხოდა მომიტანა ეგენი მე მაგას წავიკითხავ და გავარკვევო რა გევალებათ და ეპისკოპოს რა ევალებათ თქვენთან და ასე შემდეგ და ამოვიდა მროველთან და უფლება წაიღო ამის კურთხევა ჩაუჯდა იოანე ამ გუჯარებს ისწავლა იკითხა მოიხმო რაც ოდნაც ქონდა რა ქვია ამ საეკლესიო სამართლის რა ქვია სამოქალაქო ასე რომ თქვა მიწის იმის მოვალეობების კოლუხის ღალის ყველაფრის ესენი დათვალა მოთვალა და აქეთ ეპისკოპოსი ეჯდა და აქეთ კიდევ ეჯდა ეს მამაცაშვილი მოურავი და აუხსნა იმათ ვის რა ევალება როგორ ევალება როგორც გაირკვა ამ მამაცაშვილი ბევრი არაფერი ევალებოდა ერგებოდა კიდეც ვენახიდან მეათედი ოღონდ ვენახი უნდა დაემუშავებინა იმისთვის რა ქვია ეპარქიისთვის კიდე იქ იყო რაღაცები რომ თავარი ლაპარაკი რაზე იყო ის ცდილობდა რომ შესულიყო წილებში რაც ეკლესიაში შედიოდა რახან ის იყო რა ქვია ნიკაურობის მოურავი ეს ხშირად ხდებოდა მაშინ რომ მოურავები ცდილობდნენ რომ რაღაცეებიდან საიდანაც შემოსავალი იყო იქიდან მეტი შეხვედროდათ ასე ითვლებოდა ეს შემოსავლენ ადგილი იოანემ ისე კარგად და დაალაგებულად აუხსნა ეს ყველაფერი რომ ორივე მხარე დარჩა კმაყოფილი ეს კონფლიქტი რომელსაც ხუთი იმის რა ქვია მეუფეს წყევლა ედოზე და რა ქვია ისინი კიდე არაფრად აგდებდნენ იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდებოდა და მდიდარი და შეძლებული სოფელი ეს ამბავი მოთავდა და მშვიდობიანად წამოვიდნენ იქიდან საღამოს პირი იყო, როცა იოანე და ზურაბა მოვიდნენ სოფელ ჭალაში. ხე საქართველოში ჭალა ბევრ სოფელს ქვია და მაშინ კიდე მეც ერქვათ, ხო? ჭალები იყო მეტი თუ რა იყო. ხო ისე ჩვენ ვიცით რომ ჭალა არის აბაშიძეების პირველი ესეთი ისტორიული სოფელი ოღონდ იმერეთში, მაგრამ მე-18 საუკუნისთვის მანამდეც აბაშიძეები უკვე ცხოვრობდნენ და ფლობდნენ მიზებს ქართლშიც და კახეთშიც იყო ცნობილი იოანე კახთაბაშიძე კახთთან და მეფესთან დიდად დამსახურებული კაცი. ეს იყო ალბათ ლევან აბაშიძის იყო ასეთი კაცი მიწები სოფელი ჭალა სადაც ესენი შევიდნენ და რა თქმა უნდა გაემართნენ სათავადო სახლისკენ რომ იქ რაღაც მოისვენონ ან შვება ითხოვონ ან რაღაც თავშესაფარი. კარგი დღე იყო, არ იყო ცუდი დღე, მით უმეტეს რომ მივიდნენ იქა. იქ დახვდათ ანა ანდრონიკაშვილი, ქიზიყის მოურავის ჩვენი ანდრონიკაშვილების სულ მთელი ისა. ქიზიყის მოურავები იყვნენ და ბევრნაირი კაცი იყო მათში ძალიან დამსახურებული, ძალიან თავდადებული. ნუ იქ ანასთან გაება რაღაცა ესეთი საუბარი, ცოტა რა ქვია. მაღალ საზოგადოებას რო შეეფერის და იქავე გამოირკვა რომ გომურია და გომურში ვიღაცები კონესიანი იოანე დადიოდა იქ შეიხედა და ტყვეები არიან 9 კაცი იყვნენ ოსები რომლებიც აბაშიძეს უნდა გაიყიდა ამაში შემოსავალი უნდა აეყო იოანე ძალიან შეშფოთდა და უწყო რა ქვია ასე იგი შერცხვენ ამას თუმცა
აბაშიძეების სტუმარმა ანამ დიდად ვერ გაიგუესა და ეს ჩვენ ცოდვებში არ ერიცხება უტყვეებში რა მოკეთ იქ რაღაცა ატყდა ასეთ რა რელიგიურ თემაზე ლაპარაკი და ამასობაში იქ მოვიდა აბაშიძის ხელქვეითი ასეთი მხიარული კაცი და ესეთი როგორც ჩანს ცინიკური კაცი პაპუა ორჯონიკიძე რომელსაც იოანემ ასევე დაუწყო დამონათება რომ ეს ტყვეები რა არის რა უბედურება როგორ შეიძლება როგორ ყიდით როგორ საქართველოს ამან დააქცია და ასე შემდეგ ორჯონიკიძე მოთხრა რომ ეხლა შენ არ გესმისო და ჩვენ ამ ხალხს უკეთეს ბეზს უმზადებთ იმიტომ რომ აქ რა უნდა გააკეთო რომ ასე გლეხებად დაიბადებიან და მოკვდებიან და გავყიდით სამუსლიმოშიო და იქ ბეგები ხდებიან ეგენიო და საერთოდ კარგად ცხოვრობენ ქალებიც და კაცებიც ბევრად უკეთ ვიდრე ჩვენთან ასეთი ლაპარაკი იყო ეს რა დამცინავი და ცოტა დაუნდობელი მაგრამ ჩვენ ვიცოდეთ ეს ტყვევი რა არის და რას ნიშნავს ეხლა იქ რო 9-ოსი ყავდა დღეს არ ნიშნავს ეს იმას რომ ქართველი ოს ციტაცებდა და ყიდა და ოსი ქართველს ციტაცებდა და ყიდა ყველა ვინც იშოვიდა ტყვეს განურჩენოდა ეროვნებისა ეს იყო მათთვის შემოსავალი რაღაცა თანხა და ამას აკეთებდნენ და ყიდნენ ტყვეს დიდხანს ვერ შეინახავდი მალე უნდა გაგეყიდა იმიტომ რომ მისი შენახვა ხარჯი იყო რა ქვია ჭმევა და ასე შემდეგ და მოვლა და რაღაცა უბრალო იერზე მაინც უნდა ყოფილიყო დარჩენილი და არა გაუბედურებული ეხლა ეს ორჯონიკიძე სადაც ეხუმრებოდა ამას ეს რა ქვია ჩვენი ისტორიით მათ ჩვენ ვიცით რომ რა ქვია ერაყში და რა ქვია ეგვიპტეში ჩვენი მამელუქები ასე თურქეთში ამიანიჩარებში მაშინ ეს ყველაფერი იყო რა ქვია და აქედან გადაცებული ხალხი ან ქართველები ან ჩერქეზები ასე იყო იქ ხო ვიცით ეს ჩვენა და ესეც რა ქვია ასე დამცინავად ამ საწყალ ტყვეებს ვითომ ამბეთს უმზადებდა რომ თავისუფალ მხარეში ვყიდი ხა ჩვენთან ბატონყმობაა და იქ არ არის ბატონყმობა ეს ასევე უნდა ვიცოდეთ რომ ეს ტყვეობა არ არის რომ მე ბატონი თავის ხმას ყიდის სადღაც უცხოეთში ასეთიც ყოფილა მაგრამ ამის იქ არანაირი შესაძლებლობა აღარ იყო საქართველოს მოსახლეობა იყო ძალიან ცოტა და შეიძლება ითქვას რომ ყველა კაცი ანგარიშზე იყო ვინც მუშაობდა მიწაზე ან ვინც აკეთებდა რამეს თავისის გაყიდვა იყო ძნელი თუმცა ესეც რა თქმა უნდა რამდენიმე ფრთა არის მოკლედ ამბისა ხო და აი ეს ტყვეები ალბათ გზასაცდენილი მოტაცებული გზაზე ნაპოვნი მაგალითად ღამის მეხრეებს იპარავდნენ ეხლა 20-22 წლის ბიჭი ყველა მოკეთ ვისაც მიწვდებოდი მოიპარავდნენ და აგროვებდნენ სოღანლუხში იყო მაგათი ბანაკი იქ შემორჩენილი ადამიანების მოგონებები როგორ დააშორეს დაას მერე როგორ გამოე ვიღაც მოხუცკაც ჩააბარეს ტყვეთ და იმას ჩაეძინა დილით ეს ბიჭი გამოიქცა და არასდროს არ უნახავს რა ასეთი უამრავი ისტორია აი ტყვის არსი რა იყო ტყვის უნდა მოეტანა როცა ფული არ მოაქვს იმის სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს და ეს იყო ძალიან გავრცელებული ვინ ვის მოინადე ლეკებიც ასე შეხა ჩვენ ისტორიაში იმდენ ამის ხელახლა იმას რა ქვია მოყოლას აზრი არ აქვს ხო რაღაც იყო ეს ტყვის გაყიდვა აი მაგალითად იმერეთში დიდი შეღავათი იყო ესე იგი დიდი პოლიტიკის შედეგად გადაწყდა და ეს იმერეთისთვის კარგი იყო სოლომონ პირველის დროს აი კუჩუკ კაინარჯის ზავი ისა და იქ ეწერა რომ ოსმალეთი უარს ამბობს იმერეთიდან ტყვე ქალვაჯების მიღებაზე ეს საერთოდ ძველი ტრადიცია არის რაღაც შეიძლება მორჩილების ფორმაც არის ხა ირანის შახს საქართველოსთან გაგზავნილი 7 ბიჭი ყოველწლიურად და 7 გოგო არაფერს თქვა ისეც არ აძლევს, მაგრამ რაღაც ალბათ მორჩილების ფორმა. ხშირად იყო რომ აი ჩვენი აი კახეთში ალექსანდრე მეროსი უარს ამბობდნენ, ხან როგორღაც მალავდნენ. აი სიმონ მეფეს ქართლში ქონდა, მაგრამ ცდილობდა რომ ქართველი არ გაეგზავნა, ყველა ქართველი ანგარიშზე მყავს ასე. ამიტომ თვითონაც რომ რაღაც ტყვეებს იშოვიდა, ან იყიდდა, ან რაღაც ისე იმათ აგზავნიდა. იქ დიდი გარჩევა არ იყო. აი რაღაც ძალიან ძიმე და ისეთი ისტორიაა ეს ყველაფერი. ხედა ეს პატიოსანი ახალგაზრდა კაციც ეს მოგზაურდა დადის სათხოვნელად სარჩოს მონასტრისთვის რომელმაც თავი უნდა გაიტანოს აღარ აქვს მიწები რაც არაფერი და გადააწყდა ამას მაგრამ ისეთი გულიანი და ისეთი თვითონაც ქიზიყელი კაცია და ესე პირდაპირ ესეც აქვე ანთება და ამ დროს კი მოვიდა თვით ბატონიც აბაშიძე კარგად მიიპატიჟეს ვახშმად და ნუ ღამის განსათევიც რა თქმა უნდა შეხვდა იმიტომ რომ ეხა პატივსაცემი კაცი და ეს ზურაბაც ახლავს აბაშიძე დაინტერესდა რა ქვია ფიზიოლოგიით ადამიანის ანატომიური აგებულებით და როგორც ეხა ჩვენ ვიცით კალმასოვის პრინციპი რაც არის კარგი ვახშმის შემდეგ ივანე და ზურაბა დასაძინებლად გაისტუმრეს და ზურაბამ რა თქმა უნდა ტკბილად ჩაიძინა ივანემს დაიძინა მაგრამ რაღაცა შფოთიანი იყო ძალიან ჩარჩენოდა მაგას გულში რაც უთხრა პაპუა
ორჯერ მიგეძენ, რომ მეათე კაცად მიგამატეთ შენი მტყვეებსო და გაგყიდითო. ეტყობა მთელი ამ ვახშმის და იმის დროს მაინც ამ ხალხზე თავის მასპინძლებზე მაინც კარგი შტაბ-ბიჭდება არ შეიქმნა და ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კაცი ერკვეოდა საერთოდ ფეოდალურ მენტალიტეტში, ესე რომ ვთქვა და მსგავს რაღაცებს და ამიტომ შუაღამისას შეშინებული წამოვარდა, გამოიქცა, მოახდა ცხენს და წამოვიდა ამ ღამე, რაც ძალიან ესეთი რა ქვია, სახიფათო საქმეა ღამით ასე მარტო გამოქცევა და სიარული დაუცვათ, მაგრამ აქ უნდა დავინახოთ რამ ხელა იყო შიში იმის რომ ტყვედ გაეყიდათ და სწორედ გამთენიას მივიდა სადღაც გლეხის სახლთან, სადაც მოხუცი ქალი და როგორც იტყოდნენ დედაბერი დაუხდა და უთხრა დამალეო, მომდევენ და გასაყიდად მომდევენ. შევარდა იქ სახლში და საბნის ქვეშ დაიმალა ეს საკალმასო წამოსული კაცი. ამასობაში გაიღვიძა ზურაბა და ვერ ნახა და ზურაბა კარგად იცნობდა იოანეს და მიხვდა რომ ის გაიქცა. ან ეწყინა რაღაც, ან შეეშინდა და ესე გაიქცა. ნუ წამოყარეს თელი ეს აბაშიძე მასპინძელი გაგიჟდა ეს რა ქვია ტყვეთა გამყიდველი თავადი გაგიჟდა რომ მეო მაგ უნდა დამესაჩუქრებია დილითო და ისე უნდა გამეშვა და ეს რა ქვია ბღუჯა ოქროსფული ჩაუდო ზურაბას და დაადევნეს მდევარი. ამ გლეხის ქალის სახლს რომ მოაწიეს და ცხენი იცნეს. მოვარდნენ რომ აბა ჩვენი კაცი უნდა იყოს ახლა და მოხუცი არ გატყდა არაფერი. და ამან ვერ მოითმინა წესიერმა კაცმა საბნის ქვეშ და გამოხდა და აქავარო რაც გინდათ ის მიქენითო ნამუსუებულს. ხო და ჩაუდეს ეს ოქროსფულები რომ ესო აბაშიძემ გამოგვატანა შენთან რა ქვია. ესე მონასტრისთვის რა თავისთვის რა ანუ მაინც საჩუქარი გამოვიდა საბოლოოდ ამ ცუდი ისტორიიდან ხო და ხაშურისკენ წავიდა, იმიტომ რომ უკვე ხედავდნენ ამ ხაშურის მაღალ კოშკს. მაგრამ ეგ უკვე სხვა ამბავია და მე მოვყვეთ მაგას.